ამ განცხადების გაკეთება ჩვენ გვინდოდა ცოტა უფრო ადრე. მე გახლავართ აფხაზეთიდან დევნილი კოჩა გვარამია. ასევე ეს განცხადება, რომლის გაჟღერებაც გვინდა, ეს არის 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეთანხმებული ერთმანეთში განცხადება, რომელიც არის გამოხმაურება პრაქტიკულად იმ პოლიტიკისა და იმ განცხადებებისა, რასაც ეწევა დღეს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ვინაიდან ბოლო დღეები ძალიან მძიმე იყო სოხუმისთვის და მთლიანად აფხაზეთისთვის, მოგეხსენებათ 16 მარტი ისეთი პერიოდია, რომ ძალიან მძიმეა ეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ცოტა მოგვიანებით გაგვეკეთებია ეს განცხადება, რათა არ ქონოდა ამას რაიმე ამ მძიმე პერიოდს არ ქონოდა რაიმე პოლიტიკური დატვირთვა და ასე შემდეგ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო ყველა ჭირისუფალს, ვინც უშუალოდ განიცადა ის უბედურება, რასაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის შვილის, მეუღლის, დის, ძმის, მშობელის, მეგობრის თუ თანამებრძოლის დაღუპვა ჰქვია. მარტის თვე განსაკუთრებულია აფხაზეთისთვის. 1993 წლის 16 მარტს განხორციელდა ყველაზე ფართომასშტაბიანი შეტევა გუმისტისა და ოჩამჩირის მიმართულებით. ასევე შრომა ახალშენის მიმართულებით წარმოებულ იქნა დაზვერვითი იერიშები. ამ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაში გარდა სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალებისა, მონაწილეობას იღებდნენ დაქირავებული ბოევიკები და რუსეთის რეგულარული ჯარების შენაერთები, მათ შორის გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის სადესანტო მოიერიშე პოლკის ნაწილები, რომლებიც რუსეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის პავლე გრაჩოვის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. აღნიშნულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა პირველად მიიღო რუსეთის ავიაციამ, რომლის თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს სოხუმზე. სოხუმის სხვადასხვა უბნებში ათეულობით სახლი განადგურდა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის სხერფლი მოჰყვა. ასამდე დაღუპული ვაჟკაცი მარტო ერთ ქალაქში საკმაოდ მძიმე დანაკლისია. პრაქტიკულად მთელი ქალაქი შავძაძაში გაეხვია. სამწუხაროდ ყოველივე ამის ფონზე გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რომელიც აგებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიების უპირობო დეოკუპაციის პრინციპებზე, სულ უფრო ბურუსით ხდება მოცული. უფრო მეტიც, პრაქტიკულად იკვეთება ისეთი ტენდენციები, რომ არის ცდილობა რუსეთს ჩამორეცხონ ის შავი ლაქა, რომელიც მან სამართლიანად დაიმსახურა საქართველოსთან მიმართებაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში. ამის მიუხედავად, საქართველოს ახალი მთავრობის, კერძოდ კი რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით იგეგმება ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვა და მისი ეგრეთ წოდებული შემსუბუქება. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ მომავალში საქართველო არ უნდა წარმოადგენდეს ბარიერს სხვა სახელმწიფოებისათვის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ანუ ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ეს მისთვის არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება არ უნდა იყოს, რაც შემდგომში მისთვის ამ სტატუსის საბოლოო გაუქმებასაც გამოიწვევს. გარდა ამისა, საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის დასჯადობა ხდება დიფერენცირებული. ანუ თუ ვინმემ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა რუსეთის მიერ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაშინ იგი სისხლის სამართლის დანაშაულია. ხოლო თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთა განხორციელდა, მაშინ იგი მხოლოდ ადმინისტრაციული სახის დანაშაულად უნდა იქნეს აღქმული. უფრას შემოშფოთებელია ის გარემოებაც, რომ წინასწარი ინფორმაციით მართალია ამ ეტაპზე ამას არ ახმოვანებენ და ვერ ბედავენ, მაგრამ თუ გაიტანეს აღნიშნული შესწორებები, რაც ისედაც პირდაპირ ურტყამს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას, მომდევნო საკითხად დღის წესრიგში დადგება აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პასპორტების აღიარების საკითხი იმ მიზნით, რომ მათ შეძლონ საქართველოს სხვა არაოკუპირებულ ტერიტორიებზე თითქოს ეკონომიკურ სუბიექტად დარეგისტრირება. ყველაფერი ეს კი რეალურად საქართველოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტიურ აღიარებას ნიშნავს, რისკენ მისწრაფებები და სურვილი რეინტეგრაციის მინისტრსა და მის პარტიულ კოლეგებს ჯერ კიდევ 2001 წლიდან აქვთ გაჟღერებული. ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური კურსი მიუხედავად დეკლარირებული პოზიციისა, რეალურად რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებისკენაა ორიენტირებული.
ამიტომ ვისაც ძვირფასია საქართველოს ევროატლანტიკური კურსი, რომლის გარეშეც საქართველო ვერ მოახდენს დეოკუპაციის პოლიტიკის გატარებას, უმრავლესოდაც შეუძლებელია ასე ნანატრი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მოგიწოდებთ ყველას 19 აპრილს შევუერთდეთ საქართველოს დასავლური კურსის მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციას, რომელიც ძველი პარლამენტის შენობის წინ 16 საათზე გაიმართება. ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი ურყევინება, ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა. მე ასევე მინდა პატარა განმარტება გავაკეთო, ვინაიდან ეგ თემა, ეგ აქცია არის საკმაოდ მავანთა და მავანთა მიერ პოლიტიზირებული და რატომღაც უკავშირებენ, რომ ამას ნაციონალური მოძრაობა აწყობს. პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ეს აქცია არის უბრალოდ ინიციირებული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ხოლო მას უერთდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალებიც და საზოგადოების სხვადასხვა თემის წარმომადგენლები. ამიტომ კიდევ ერთხელ, ვისაც სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ევროპული კურსი და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანება არის მისთვის საქართველოს თავარი კურსი, ამ აქციაზე შემოუერთდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს განცხადება ხელმოწერილია 8 არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლის დამფუძნებლები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ჩვენთვის თავარია პირველ რიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი წინსვლა და სრული დეოკუპაცია. დეოკუპაცია კი ევროატლანტიკური კურსის გარეშე არ არსებობს, ვინაიდან რამე თუ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა არის რუსის ჩექმა და ეს 90-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთხელ გვიწვია ჩვენს კისერზე. თქვენ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენთ, რომ გითხრათ და უბრალოდ ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ თქვენ 19 აპრილის აქცია ახსენეთ და თქვით, რომ რაღაცა არასწორად ხდება ამის დაკავშირება ნაციონალურ მოძრაობასთან, მაშინ როცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის დაანონსებულია ეს აქცია. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს არის ინიციატივა გაჟღერებული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ეს აქცია არ ისახავს არანაირ მოწოდებებს, რომელიმე მთავრობა გადააყენონ ან რაღაც იმაში გადაიზარდონ, რისი დაანონსებაც მიდის და პრაქტიკულად აშანტაჟებენ მოსახლეობას, რამე თუ არ გაითავისონ, მე დავამთავრებ რა. რამე თუ არ გაითავისონ თავიანთი იქ ყოფნა ნაციონალური მოძრაობის გვერდით ყოფნასთან, აი ესეთი მოწოდებები ისმის, რომ თუ იქ დადგებით თქვენ ნაციონალური მოძრაობის გვერდში დადგებით, ეს არ არის მართალი. ეს არის მტკნარი სიცრუე, რამე თუ იქ უბრალოდ აი ამ პოზიციასთან ვიცით დღეს, რომ ბევრს ასე ვთქვათ გულზე არ ეხატება ნაციონალური მოძრაობა, ხო? მაგრამ რეალური სურათი აქ მოწოდება სულ სხვა რაღაცაა, აქცია სულ სხვა რაღაცა მიზანს ისახავს, რამე თუ ვიცით, რომ რეზოლუცია მიღებულია ევროატლანტიკური კურსის მიერ, პარლამენტის მიერ არის, ხო? ეს რეზოლუცია მიღებული, მაგრამ მოსახლეობამაც კი რომ დააფიქსიროს თავისი ურყევი პოზიცია, რომ საქართველოს კურსი მიაჩნიათ მათ, განვითარების კურსი მიაჩნიათ უპირობოდ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებით. ანუ თქვენ ამბობთ, რომ იქ მისული ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, უბრალოდ იქ მისული ადამიანები იქნებიან კურსის მხარდამჭერები და არა ნაციონალური. ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებიც იქნებიან იქ. რაზეა საუბარი, მაგრამ ასევე ჩემი ინფორმაციით იქ სხვა არასაპარლამენტო პარტიებიც აპირებენ ამ აქციაზე მოსვლას. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რაღაცნაირად დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის რაღაც იდეების გამზიარებლები არიან ბოლომდე, მაგრამ ეს კურსი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ თავის დროზე გამოკითხვით და ასე ვთქვათ საერთაშორისო გამოკითხვით დააფიქსირა, ეს არის ევროკავშირი და ნატო. ანუ ამ კურსის დაფიქსირება, ამ კურსის ერთგულებისადმი დაფიქსირება და სხვა რაიმე კუდების მიბმა აქ საჭირო არ არის. ეს მე შემიძლია ნებისმიერ კითხვაზე გაგცეთ პასუხი. მოგესალმებით. თქვენი შეფასებით რამდენად აუცილებელია ამ აქციის ჩატარება, რამდენადაც მთავრობამ, ახალმა მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებს აღებული კურსის შესწავლას, რაც საქართველოს დიდი ხანია უკვე აიღო. ანუ მისი მიზანია, რომ გაერთიანდეს ამ სტრუქტურებში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, თქვენი აზრით არის თუ არა აუცილებელი ამ აქციის ჩატარება? მე გეტყვით ამაზე ასე გიპასუხებთ, რომ ჯერ ერთი ეს აქცია უკვე დაანონსებული იქნა
იქამდე სანამ პარლამენტი მიიღებდა რეზოლუციას, ეს ერთი. მეორე, როგორც აღვნიშნე მე განცხადების წაკითხვამდე, რომ მე ვარ აფხაზეთიდან, სოხუმელი ვარ და ის რა განცხადებებსაც აკეთებს რეინტეგრაციის მინისტრი, ეს განცხადებები აშკარად არ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიდის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ განცხადებებით რომ ჩანს, რომ სურვილი არის რუსეთს ჩამოუხსნან ეს ოკუპანტის სტატუსი, რაც შემდეგ რუსეთს გაუხსნის ხელებს ყველა მიმართულებით, ან თავისუფლად იგრძნობს მსოფლიო თანამეგობრობაში თავს, აი თვითონ ქართველები ამბობენ ისევ, რომ მე არ ვარ ოკუპანტი. გარდა ამისა, ეს პოლიტიკა იმისკენ რომ შემსუფუქდეს თუნდაც საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით კანონი ოკუპაციის შესახებ, ესეც მიუღებელია და ესეც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ვინაიდან რუსეთის ტერიტორიიდან იქნებიან შემომსვლელები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვინც ამ შემსუბუქებით ისარგებლებს და ესენი რუსეთის მოქალაქეები არიან და თავიანთი მიზნები და ზრახვები გააჩნიათ, როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო და გეოპოლიტიკური, უფრო გაიადვილებენ ამითი ამ ოკუპაციის დაკანონებას და ეს ოკუპირებული ტერიტორიები უფრო თავისუფლად იგრძნობენ, ის ადგილობრივი რეჟიმები მარიონეტული დავარქვათ ამათ სეპარატისტული თუ რაც გნებავთ და განსაკუთრებით ის განზრახვა, რომელსაც ჯერ არ აშხირებენ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ თუ ეს შესწორებები გავიდა და დაფიქსირდა, შემდგომ უკვე ცოტა ხანში დააყენებენ იმ საკითხს, რომ ესე იგი უნდა ვაღიაროთ ამ ტერიტორიების ეგრეთ წოდებული პასპორტები, რათა მათ შეძლონ აქ თუნდაც იმ შეფუთვით, რასაც აცხადებენ ეკონომიკურ სუბიექტად დარეგისტრირება არაოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს ყველაფერი რუსეთის პოლიტიკის გატარება, რუსეთი ამის მიღწევას სურს რუსეთს. რუსეთმა ერთხელ შეცდომა დაუშვა 92 წელს 3 სექტემბრის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, სადაც მან პრაქტიკულად კონფლიქტის მხარე დააფიქსირა თავისი თავი. შემდგომ უკვე სხვა ხელშეკრულებები, პოლიტიკა ისე წაიყვანა, რომ სხვა ხელშეკრულებებში შემდგომ უკვე აფხაზური მხარე გამოჩნდა და ოსური მხარე გამოჩნდა. ანუ დღესაც პრაქტიკულად გვაქვს იგივე სიტუაციასთან საქმე, რასაც 90-იან წლებში ჰქონდა. როგორც იქნა აღუდგინეთ სტატუს კვო რუსეთს, რომ იგი არის ოკუპანტი და იგი არის მხარე ზუსტად ამ კონფლიქტების და დღეს რუსეთი ცდილობს ისევ ჩამოიშოროს ეს სტატუსი და მხარეებად ისევ აფხაზები და ოსები წარმოგვიდგინონ. როგორც აფხაზეთის კონფლიქტის უშუალო მონაწილეს, ახლა კითხვას გისვამთ იქეთ, არის თუ არა ეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, როდესაც ბარიერს მიღმა ორივე მხარეს ომობდნენ, ერთმანეთს ესროდნენ, როგორც ქართველები, ასევე აფხაზები, სომხები, რუსები და სხვა ერის წარმომადგენლები, რომლებიც კი აფხაზეთში ცხოვრობდნენ. ანუ ბარიერის იქეთაც და აქეთაც ერთობლივად იყვნენ ასეთები. ოფიციალურად რო ვთქვათ, ქართული მხარე, ქართულ მხარესაც იყვნენ აფხაზები, სომხები, ბერძნები, იქეთ აფხაზურ მხარესაც იყვნენ აფხაზები, ქართველი, სომხები, ბერძნები. რამდენ ქართველს აქვს ლეონის ორდენი მიღებული, ხო? რამდენი აფხაზია დაღუპული ჩვენს მხარეს, ვინც ომობდა ისინი. მაშინ ამიხსენით, როგორ არის ეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი? ეს არის ძმათამკვლელი ომი, რომლის ინსპირატორი იყო სეპარატისტული რეჟიმის მხარეს და იგი აშკარად გამოიკვეთებოდა იმ ცოცხალი ძალითა და ტექნიკით მონაწილეობით, რომელსაც ადგილი ჰქონდა 90-იან წლებში. და 2008 წელზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი. ზანდებოდეს